საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის მეერთან ერთად ახალი პროფესიული კოლეჯი გახსნა. გაიმართა განვითარების გეგმის პრეზენტაცია, ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებაზე. გეგმა მსოფლიო დონის ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიის თეზერის 18 მილიონი დოლარის თანაინვესტიციით განხორციელდება. ოფისი, რომელიც დღეს გაიხსნა, საშუალებას აძლევს ასობით ახალგაზრდას, რომ თავისი უნარები კონკრეტული მიმართულებით გაიღრმავონ, რაც არის პირველ რიგში გამოძახილი იმ საჭიროებებზე, რომელიც ბაზრის კვლევიდან მომდინარეობს, იმ კონკრეტულ პროფესიებზე, რომელთა განვითარებაც ჩვენი ქვეყნისთვის უსაზღვროდ მნიშვნელოვანი არის. ამასთანავე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აფინანსებს ამ პროგრამებს, ლავაც გაგრძელდება ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც პროფესიული განათლების კუთხით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის და საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობისთვის არის მნიშვნელოვანი. ჯერა რომ Skillwheel არის შესანიშნავი პლატფორმა, ჩვენ გვეამაყება ამ პროექტში ინვესტიციების განხორციელება და ზოგადად საქართველოში განათლების სფეროში ინვესტირება. განსაკუთრებით კი Skillwheel-ში. ეს არის პრაქტიკული გამოცდილება. ადამიანებს შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი კურსები ან დაიწყონ საკუთარი სტარტაპი. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება და უმაღლეს განათლებასთან ერთად საჭიროა პროფესიული უნარები.